აი, გამარჯობათ, ეს არის ვატო-ვატოს პოდკასტი, მორგის სერია ვატო-ვატოს პოდკასტი, რომელიც უნდა ყოფილიყო სტუმართან ერთად, მაგრამ ვართ ისევ მე და ტატო. ტატო, გინდა ავხსნა ჩვენ სტუმრებს და მაყურებელს რა მოხდა? ვატოს CGUT-ის გამო ხმა ძალიან ცუდად ჩაიწერა, ჩემი გაფრთხილებების მიუხედავად. მოდ ტექნიკური ხარვეზი ქონდა. ორი პოდკასტი ქონდა ჩაწერილი სტუმართან ერთად და ანუ ისეც არ არის რომ პროსტა რაღაც background, ანუ პროსტა ხმაურიანიან რაღაცა არის რა. ანუ რაღაც ტექნიკური პრობლემა არის ესეთი რომ ვაფშე დაიკარგა ეგ აუდიო რა, ანუ ვერანაირად ვერ შეაკეთებ მაგ აუდიოს რავი, ანუ ყველანაირად ვცადე, მაგრამ არაფერი არ ეშველება აშკარად. არა და ძალიან კაი სერიები იყო, ძალიან გულდასწყოთი არის, მაგრამ მოკლედ არ დავიწყოთ ახალი წელი გულდასწყოთი, დავიწყოთ მხიარულებით და მივოცოთ ახალი წელი. პირველი სერია არის ჩვენი 2020 წლის. გილოცავთ, ტატო გილოცავ. მადლობა. მეც გილოცავ, ვახტანგ და ულოცავ ჩვენ სმენელს. ისე შემოწერე მთელი პოსტი დაწერა Facebook-ზე. კი. წლის შეჯამება, ვისაც არ აქვს ნახი, გადავიდეს ნახოს. კი ბატონო, მოგილოცეთ. გულამაჩუყებელი პოსტი ტატოსგან. აი, რადგან სტუმრები არ გვყავს, მედიტაციაზე რას ფიქრობ ტატო გამახსენე? ხო და ეს წელი ძალიან საინტერესოდ დაიწყო ჩემი აზრით. როგორ? მედიტაციაზე არ ვილაპარაკებ, რა თქმა უნდა. როგორ და მოკლედ მგონი ავსტრალია აღარ არსებობს. ეგ რაღაც ხანძარი მოხდა, ხო, ანუ მე არ მინახავს ბოლომდე რა ხდება. კი, და რავი, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დრონით მოკლა ძალიან დიდი მაღალჩინოსანი ირანის. პოლიტიკოსი მოკლეს, ანუ რატო? კი, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს რო კითხო, ირანი ძალიან დიდი საფრთხეა და რავი. აღრჩობენ ცოცხლად. ხო, ანუ მე ვნახე ეგეც, მაგრამ ანუ ასე რომ მთელი ამბავი იყო ტელევიზორში, მაგრამ არ მივყვები მაგ ამბებს. და ავსტრალიაში რა ხდება? ხანძარი არის, ხო, პროსტა? ხო, ავსტრალიაში უზარმაზარი ხანძარი არის, რაღაც მილიონობით ცხოველი მოკვდა, ძალიან ბევრი ადამიანი და ვერ აქრობენ ხანძარს, იმის იმედიც არ აქვთ, რომ ჩააქრობენ. უბრალოდ ელოდებიან, რომ თავისი ჩაქრეს და იქნებ გზად ხალხი და ვიღაცები გადაარჩინონ. ხო, როგორ რამდენი მოკვდა? ანუ ხანძარი, ქალაქშიც ხანძარი არის, ანუ არ ვიცი ავსტრალია როგორი, ანუ ცენტრშიც ხდება, ანუ ხანძარი, ანუ ცენტრში ხოსო შენობებია. აი, სიდნეის და ეგეთ დიდ ქალაქებს არ მოდებია, მაგრამ ავსტრალიის ქალაქების უმეტესობა ძირთად რაღაც პატარა ქალაქებია იმ გაგებით, რომ აი რაღაც დიდი კორპუსები და ისინი არ არის განსაკუთრებით. გააჩნია ავსტრალიის რომელ ნაწილში ხარ და კონკრეტულად რომელ ნაწილს მოედო არ მახსოვს, მაგრამ მათ ხო ისეთი ჯიშები არის, რომ ანუ არსად არ არის სამყაროში და ეგენ თუ მოკვდნენ, ანუ გადაშენდნენ ფაქტიურად, ხო? ანუ ძალიან ბევრი რაღაც გადაშენდება. კი, ზუსტად არ ეციან ახლა რა ხდენათ საფრთხე ექნება, მაინც ამით ახლა არ ცალიათ სახეობების აღსაწერად, ხელახლა აღსაწერად, მაგრამ ავსტრალიაში მაგალითად ხო არიან ძუძუმწოვრები, რაღაც ქვეწარმავლები და ასე შემდეგ. ავსტრალიაში არიან ეგრეთ წოდებული ჩანთოსნები, ან მარსუპიალები. მაგალითად კენგურუ. წმინდა კენგურუ იქ რო პროტესტის აქციაზე. წმინდა გიორგის ხატით. კიდე რაც კოალა. Cool. კიდე არიან ძუძუმწოვარი ცხოველები, რომლებიც კვერცხს ხდებენ. მოკლედ, მაგარი ფაუნა აქვთ. აი რა მოხდა დატო, ისე იგი დრონის და იმის გარდა რა ქვია. კარგად დაიწყო წელია. არ მეთქვამს, რომ კარგად დაიწყო, საინტერესოდ დაიწყო თქო. საინტერესოდ დაიწყო. და რავი, აუდიო დავკარგეთ თან, მოვედი ისე იგი ეს სერია დავიწყეთ რაღაც დრონის ეს.
კარგი ამბები უნდა ვთქვათ, ახლა და არ შეიძლება ახლა დავგრძელოთ ხალხს. ამიტომ გჭირდება სტუმრები რა, მოვიდ მე შენ ვლაპარაკობთ, აი რა ვიცი რა. სტუმრები რას ყვებიან კარგს? სტუმრები ყოველთვის რაღაც კარგს ყვებიან, არ ვიცი, რაც ხალხს კარგი ცხოვრება აქვს, ხო იცი? ჩვენც კარგი ცხოვრება გვაქვს, ანუ ეგ არ მიგულისხმია, მაგრამ არ ვიცი. არ ვიცი. კაი, დადო, ჩვენ გვინდოდა იმის გარჩევა, რა ქვია. აუ, როგორ დავხტივარ თემზე, მაგრამ მოდი ეს თემა ავიღოთ და ცოხანი ამაზე გავარჩიოთ. საპიენსის წიგნი რო გავარჩიოთ, რას ფიქრობ? კი ბატონო, გავარჩიოთ. 15 წუთი დავუთმოთ. კაი, ხო, როგორც გვასწავლეს, ხო, ეს 15 წუთიანი ინტერვალები. კაი, შენ მოდი დავიწყოთ თავიდან ბოლომდე სპონჩი რა, ან თავიდან რეებზე ლაპარაკობს. შენ უკვე ცეთ გახსოვს ალბათ. ახლა ხანს არ წაიკითხე, მე კაი ხნის წინ. ახლა ხანს მოусმინე. ანუ მოусმინე. ეცემს თავებს შევხედავ პროსტა რა და თავების სახელების მიხედვით. მოკლედ an animal of no significance. არ ვიცი რაზე იყო, Tree of Knowledge, Day in the Life of Adam and Eve, The Flood. ნუ ხო თავიდან ისტორია არის რაღაც. პირამიდები, memory. აი, საჭმელზე შენ თქვი რომ საჭმელზე არის რაღაც პრობლემაო რა, რასაც იძახის იდეები აქვს, რომ ადრე როგორც ჭამდნენ და ადრე როგორც ცხოვრობდნენ თვითონ სამ ბედნიერები იყვნენ და მაგაზე რა მაგას სულ არ შევთ ხოლმე რა. ხო, ანუ თავარი ის რაც აქვს საპიენს არის რომ ყველა არსებული mainstream ანთროპოლოგიური და ისტორიული წყაროს წინააღმდეგ მიდის. იმიტომ რომ ჰარარი არ არის მწერალი, თუ როგორია? კი. ჰარარი, ხო. ჰარარის თქმით აგრარული რევოლუცია რომელიც მოხდა, ანუ როდესაც ადამიანებმა დაიწყეს მოიშვნენ ძირითადად მომთაბარე ცხოვრებას და დაიწყეს რაღაც მოსავლის მოყვანა და ასე შემდეგ, ეგ იყო უზარმაზარი კატასტროფა ჰარარისთვის და ამტკიცებს რომ მანამდე სანამ მომთაბარეები იყვნენ ადამიანები უკეთესად იკვებოდნენ, უფრო ახლო იყვნენ გარემოსთან, ზოგადად უკეთესად ცხოვრობდნენ. კი, ეგ მართალი, ან რაღაც დონეზე, მან კონკრეტულად იძახის, რომ უბრალოდ რომ გადავედითო agriculture-ზე, ანუ მიწათმოქმედებაზე და რაღაცაზე, მეურნეობაზე, მაგით უფრო სწრაფად შეგვიძლია გამრავლებაო, მაგრამ ევოლუციას მარტო ეგ ადარდებსო რა, ანუ არ ადარდებს შენ როგორი ხარისხის ცხოვრება გაქვსო რა, ანუ ადარდებს მთავარი არის რომ გადარჩენილიყავიო და ანუ უფრო მეტი ადამიანი გვტებოდა კიდევაც რაღაც malnutrition-ისგან, ნაკლები საკვებისგან რაღაცისგან, მაგრამ ანუ პროსტა უფრო სწრაფად შეგვიძლია გამრავლებაო რა, ანუ უფრო ბევრი საჭმელი ქონდა, რასაც დაბალ ხარისხიანი საჭმელი ქონდაო რა, ანუ პური რაღაცეები რა. და პროსტა გადარჩენა შეგეძლო, ანუ დიდხანს ბედნიერი ვერ იქნებოდი, მაგრამ ნუ რაღაც ეგეთი იდეა იყო რა. რო დაფიქრდე მართლა ეგრე რომ ხორცს რო ჭამდა რაღაცებს, ანუ ადრე როგორ ჭამდნენ, ადრე როგორ ცხოვრობდნენ, ბევრად ჯანმრთელები იყვნენ რა. და ანუ მე უფრო რა ვიცი, უფრო ისეთი იყო რა. სახალისო იყო უფრო ცხოვრება, უფრო სპონტანური იყო რა და მე უნდა დამოკიდებული იყავი რაღაც თუ გაწვიმდებოდა, სეტყვა მოვიდოდა, დაიღუპებოდი და ანუ უკვე მომავალზე დაიწყე ფიქრი რა. მაქამდე მომავალზე არ ფიქრობდნენო, რავი, როგორც უწერიარ, მაქამდე ფიქრობდნენო, რავი, მომდებოდა, წავიდოდა რაღაცას მოკრებდა, რაღაცას მოკლავდა, ანუ პირდაპირ იყო რა და ეხლა უკვე ზის და ანუ ამუშავებს ამ რაღაც მიწას და რაღაც ლოცულობს რომ ნეტავ არ მოვიდეს სეტყვა და რაღაც რა. რავი, ეგ იდეა. ხო, არა, ანუ აბსოლუტურად ტყუილი არის ეგ. ბევრი ფიქრობს მაგას, ანუ არ არის მარტო ჰარარის, ანუ მაგას გამიგია ბევრი. მაგას ფიქრობს ძირითადად აი ესეთი რაღაცა ახლად განათლებული ადამიანები, რომლებიც ვიტამინები აღმოაჩინეს რა. მაგაზე არ არის. არსებობს ძალიან კაი ავტორის სახელი დამავიწყდა, მე ჩავაგდე. ანუ ანთროპოლოგიურად და ისტორიულად იკვლევენ ძირითადად ნამარხების მიხედვით, ძირითადად რით იკვდებოდნენ ადამიანები, ან როგორ ცხოვრებას ეწეოდნენ. მიუხედავად ისა, რომ როდესაც აგრარულ საზოგადოებაში დაიწყეს ცხოვრება, ჯერ ერთი აქედან დაიწყო ვერ გაზომავ ბედნიერებას, რაღაც მომთაბარეების. ის კაცი თავის პირადი გამოცდილებით მიიჩნევს, რომ ისეთი ცხოვრება, როგორც მომთაბარეებს ქონდათ, უკეთესია. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რის გამოკვდებოდნენ და პირველ რიგში ეს იყო მაგალითად ინფექციური დაავადებები, რომლებსაც ვერაფერს ვერ შველოდნენ. მაგალითად შიმშილი ყველაზე მნიშვნელოვანი, არ ქონდათ ადეკვატური სახლი. ახლა
ეს თვითონ როგორ სურათსაც ხატავს არის რომ შეიძლება აი ეს ფილოსოფია რომ აი დაუშვათ შეიძლება ძალიან გაჭირებული იყო მაგრამ მაინც ბედნიერი იმიტომ რომ რაღაც ბუნებასთან ხარხილჩაკიდებული და ბლა 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 რაც სისულელია უბრალოდ რომ კითხო ხალხს ვინც ცხოვრობს მაგალითად შვედეთში ან ისლანდიაში და მე რო კითხო ხალხს ვინც არიან მასაის ტომებში აფრიკაში ძალიან დიდი განსხვავება იქნება ბედნიერებას და პრიორიტეტებს შორის ამასთან აი მოიტანა ტექნოლოგია რო აქვს და ანუ მედიცინა და რაღაცა აგრარულ შეადარე მნიშვნელოვანი რამ რასაც ჰარარი ამბობს არის ის რომ ის ძველი საზოგადოება ინდუსტრიულ საზოგადოებაზეც უფრო ბედნიერი არის არაფერი საბუთი არ მოაქვს ამისი მე ყვებას რო შეხედო ნუ ჯერთი ხორცის თიკვებობდნენ და ჯამრთელია და რაღაცებს დაკრეფდნენ და ჯამრთელია კი მაგრამ გარდა მაგისა წესიერი დიეტა არ იყო იქ იყო რაც მოგხვდება იმას შეჭამდა შენი ნახევარი კოლონია დაიხოცება შიმშილით რაღაცა 20 კაც რაღაცა შეჭამს და მერე შენ მოკვდები მარტოობით ანუ ისე არ არის რომ ხო რაღაც Bear Grylls-ის დოკუმენტარებში რო არის რომ ესე მარტივად ჩაის ეირნებს გზად შეჭამს და მერე ყველაფერი კარგად არის ნუ Bear Grylls-იც თავის ფსელს არ სვამს რაღაც ვიდეოში წყალი რო რა ხო ხო და მიდგომა არის ესეთი რომ ანუ მაგის წინააღმდეგ მიდის რაც არსებობს record ჩვეულებრივად იმიტომ რომ საკმაოდ რთული ცხოვრება ჰქონდათ ჯანმრთელობის ანუ მედიცინა მაგალითად ორგანიზებული საზოგადოება და ასე შემდეგ ყველაფერი ის რამაც დღემდე მოგვაღწევინა აღმოცენდა უნიკალურად აგრარულ საზოგადოებებში ვიღაცისთვის შეიძლება უკეთესი ის არის რომ რაღაც ამ მომენტში ცხოვრობ და ეგეთი რაღაც დებილური ისინი რომ აი ცხოველს დავსდებ და მარტო ცხოველის დევნაზე ვფიქრობ და მომავალზე არ თუმცა ეგ რო არ ყოფილიყო არც მედიცინა არ იქნებოდა ახლაც ყველას დიდი პრობლემა შიმშილი იქნებოდა და ის რო სახლი არ გაქვს თან უნდა გახსოვდეს რომ მიგრაცია უწევდათ მუდამ მომენტში ცხოვრებაც არის და იმაზეც რომ ნებისმიერ წამს შეიძლება მოკვდე ორი ძალიან სხვადასხვა რაღაცა ანუ კი არ ვიცი ეგ საიდან მოაქვს თვითონ ასეც იძახის ან თვითონ იძახის რომ დაფიქრდეო რა დღევანდელ დღეს შიმშილით არ გვტებაო რა შენ თავზე რომ დაფიქრდეო ყველაზე დიდი ფაქტორი რა შეიძლება მოკლას ვარისო დიაბეტიო სპეციფიკ სიმსუქნე ანუ ობესიტი ანუ რომ ზემეთად მსუქანი ხარ ანუ იმდენი საკვები გაქვს რომ მაგის განკვდები რა და ანუ შენ იძახი რომ თქოს სამხრივი არის რომ ანუ ან ამ მომენტში ვცხოვრობდე ან სრულიად არა რა და ჩემს ბალანსი არის მანდ მოსანახი არა უფრო აი არ ვიცი არაფერი არ მithქვამს არ ვიცი კაი არ გითხოვთ შენ მაგრამ ანუ ბალანსი უნდა მონახო რა და ანუ ორივეს როცა აკეთებ შეგიძლია დღევანდელ თანამედროვე სამყაროში იცხოვრო იმიტომ რომ ხო რა უცებია რომ მაინც ობესიტი დაიმართო დღევანდელ დღეს რა ანუ მაგიტო არის რომ უნდა იცოდე რა ანუ თუნდაც რომ იცი რომ ადრე ესე ჭამდნენ და ანუ არ სუქდებო არ ვიცი რა ობესიტი არ არის თავი პრობლემა დღეს საქმეს მაგაში კარდიოვასკულარული დაავადებები ასე შემდეგ ნუ არც ეგ არ არის თავი გაჩნია სად უყურებ ან თავი ამერიკის შერტელის კიბო ასე შემდეგ რა საქართველოს შიმშილისგან გვტება ვინმე ალბათ არის ერთი-ორი შემთხვევა მაგრამ ობესიტისგანაც ბევრი არ ყვდება ანუ ობესიტისგან პირდაპირ არა მაგრამ კონკრეტულად არასწორი კვებისგან და ზედმეტი ჭამისგან რაღაცისგან ანუ გულის პრობლემები ანუ კარდიოვასკულარული დაავადებები ანუ მთავარი მიზეზები რაც კლავს ადამიანებს დღევანდელ სამყაროში რა და სრულიად განუვითარებელ იმაში არ ვიძახი აფრიკაში და რაღაცაში ანუ დაჟე ჩვენაირ ოდნავ განუვითარებულ იმაში რა რომ არის კარდიოვასკულარული დაავადებები კიბო დიაბეტი და აი რაღაც ეგეთი. იქ ყველაზე თავი სამი მიზეზია. ეგ მისმის, მაგრამ როდესაც ადარებ მაგალითად მომთაბარე ტომიში გინდა იყო თუ რაღაცა დიაბეტით მოკვდე 80 წლის ასაკში ძალიან დიდი სხვაობა არის. სიცოცხლის ხანგრძლივობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ანუ რა ვიცი, როდესაც ეგ მომთაბარე ტომები იყვნენ 30 წლამდე ვერ აღწევდა მგონი ვერც ერთი, ანუ ვიღაც თუ 30 წლის იყო უხუცესად ითვლებოდა და ახლა იმის ფუფუნება გაქვს დაუშვათ რომ კი ბატონო, ჭამო არასწორი დიეტით ასე შემდეგ, მაგრამ მოკვდე რაღაც 70 წლის ასაკში და ხო, ეგრე თვითონაც იზრდება. რატო ჯობია ის სიკვდილი შიმშილით 30 წლის ასაკში ან ინფექციით ამ სიკვდილს 80 წლის ასაკში თბილად კომფორტში სიკვდილს მე ვერ ვხედავ მაგას. მე მგონი მაგას არ იძახის პირდაპირ, იმიტომ რომ აშკარად წიგში იყო რაღაც ნაწილი სადაც იძახის რომელიღაც დედოფალი იყო. ათუ ეგ Sam Harris-ის წიგში არის, აუ უკვე გადავედი სხვა იმაზე. ეგ Sam Harris-ის წიგში არის, ხო, ვიღაც დედოფალი არისო. დედოფალი იყო, ვისაც 16 შვილი ყავდა თუ რაღაც და
მაქედან რაც 3-მა იცხოვრა 8 წლამდე, 1-მა იცხოვრა 30 წლამდე და რაღაც დანარჩენი ყველანი მოკვდნენ რა და არა და ყველაზე კაი პირობები ექნებოდათ რა მაგ ბავშვებს რა უმეტესობა დაბადების თავე მოკვდა რა დღევანდელ დღეს ძალიან მცირე რაოდენობით ხდება დაბადების დროს. არა, მაგრამ პირდაპირ ამბობს უბრალოდ, რომ აგრარული რევოლუცია იყო ყველაზე დიდი შეცდომა ისტორიაში. ხო ეგ არ არის მართალი, მაგრამ ბევრი რაღაცა არის შეგვიძლია ვისწავლოთ რა პრეაგრარულ საზოგადოებამდე რა აგრარულამდე რაც იყო და ძალიან ბევრი სიბრძნე და ძალიან ბევრი დაკარგული არის რა და სად არის და რა სიბრძნე ჰქონდათ მომთაბარე ტომებს, რაც ახლა არ გვაქვს ჩვენ. სიბრძნე თუნდაც ეგეთი ცხოვრების რა, მარტივი ცხოვრების რა და მაგის გარდა კიდევ რაღაც მცენარეული, ყოველთვის ხო მცენარეული მედიცინა, ოდითგანვე იყო რა, ტიპები ხმარობდნენ რაღაც ბალახეულს, რაღაც ფოთლებს, რაღაცეებს რა კურნავდნენ და დღევანდელ დღეს რომ შეიკითხო, ვიღაცას გეტყვის რომ ვიღაც დებილები არიან რაღაც ბალახს ისმევდნენ და გონიათ რომ რაღაც ინფექციას კურნავდნენ რა. თუმცა ერთი მაგას არ გეტყვია, ნახე და მეურიც ერთი უმეტესობას რაც ცდილობენ კი 90% მაგ შემ არ მუშაობდა, ხო. ჩვეულებრივი ლატარია იყო, რაღაც მცენარე ამართლებდა, რაღაც მცენარეს წაგისვამდნენ სახეზე, ჩაქუჩა გარტყავდნენ და ეგონებათ რომ განიკურნენ. ხო, მამით ჩაქუჩის ჩარტყმა ხშირი მე არ მესმის, ისტორიკოსებში და ეგეთ ხალხში რაღაცა იყო ძალიან ხშირად ხვდები ხოლმე რაღაცა რომანტიციზმს ამ წარსული საზოგადოების რო რაღაც და რაღაც ჩემთვის ვერასდროს ვერ დაუბრუნდა. რო იყო იგივე მცენარეების ცოდნა დაუშვათ, ვიღაც მომთაბარე ტომებს არანაირად არ ქონდათ უკეთესი ცოდნა მცენარეების, ვიდრე მაგალითად დღეს გვაქვს. და ძალიან მარტივი მიზეზია. მცენარეები საერთოდ უზარმაზარი გამოყენება მედიცინაში დღემდე. უბრალოდ ის კი არ არის რომ რაღაც კუწავენ და სახეზე გისვამენ, უბრალოდ ის არის მაგალითად წამლებში შეიძლება. უმეტესობა მაგალითად այդ კიულგამყუჩებელი ან ანთების საწინააღმდეგო წამლები რაც არის, არანარკოტიკული. ხო. დამამშვიდებლები და ასე შემდეგ არის სუნთლიანად მცენარეული. კი, მაგრამ პრობლემა ისაა რომ მედიცინა დღევანდელ დღეს ძალიან ცდილობს რომ უფრო სინთეტიკური და ექსტრაქტები იყოს რა, შეიძლება მცენარისგან კეთდება, მაგრამ მცენარისგან არის აღებული მხოლოდ ერთი ნივთიერება, რომელზეც აკეთებენ კვლევას, მაგრამ ეხა დღევანდელ დღეს ძალიან ბევრი მეცნიერი და ძალიან ბევრი ადამიანი იძახის, რომ ეგ მარტო ერთი ნივთიერების გამო კი არ არის კარგი ეგ მცენარე, რაღაც ბიოლოგიური вообще აქტიური კომპონენტები აქვს მაგ მცენარეს, რომელიც ცალკე შეიძლება რაღაც ეფექტი აქვს, მაგრამ ისეთია რა, ან ძალიან მცირე არის, ან ეფექტი აქვს იმასთან ერთად რა, აქტიურ, ან ძალიან ჩახლართულია რა, ბუნება ძალიან ჩახლართულია რა, შეიძლება და მაგას არ უარყოფს არავინ, არა ვიცი, არავინ არ უარყოფს, მაგრამ მედიცინა უბრალოდ კონცენტრირებული არის უფრო ექსტრაქტზე და ეფექტური კვლევა რო ქონდეს, გინდა რომ ერთი რაღაც ნივთიერების ამოღება შეგეძლოს და არა რომ სოკო რო გაზარდო, ყოველ ჯერზე სხვა რაღაც იქნება მან რა, ყოველთვის პროპორცია იცვლება და მაგას მედიკამენტად გაკეთება რთული არა, იგივე თემა არის ლეგალურს რო პლანს რო ცდილობენ რომ გამიყენონ სამედიცინოდ. ძალიან უჭირთ ბევრ შემთხვევაში რა და კვლევის ჩატარებაც უჭირთ, იმიტომ რომ ცოცხალი მცენარე არის რა, ყოველ გაზდაზე სხვა შემცველობა აქვს რა, მარტო THC არა, იქ რაც 64 სხვა კომპონენტი აქვს კიდევ რა. და მცენარეულ იმებში ეგ პრობლემა ჩდება რა და მაგით ფოკუსი მედიცინის მაინდამაინც მცენარეულზე არ არის, აიღებენ ერთ რაღაცას მაქედან რა. რა თქმა უნდა, არც უნდა იყოს. არც უნდა იყოს, მაგრამ კაი. შენს რაღაცნაირად რაც არ არის იმაში ხედავ, შენს თითქოს რაღაცნაირად გინდა რომ ეგ მესიჯი რაც აქვს რომ რაღაცნაირად გაამართლო და თუ იქამდე დაკავს რომ რაღაცეები იყო რაც იცოდნენ მომთაბარე ტომებმა, ან რაღაცეები ალბათ კარგი იყო, მაგალითად რომ დიდხანს დადიოდნენ. კაი, ეგ მაინც და მაინც სადაო არც არ. მაგრამ რატო? მარტო მაგაზე არ არის, თვითონ როგორც უყურებს ზოგადად ისტორიის განვითარებას, მარტო ამ საზოგადოებებზე არ არის. ისე ყვება ამ ისტორიას თითქოს, რომ კი ამბობს, რომ დღევანდელობის გადმოსახედიდან არ უნდა შევხედოთ თო ისტორიასო. ხო ამბობს ეგეთ რაღაცას. არამედ რაღაც თავისთავად უნდა შევხედოთ. ისე შვება, რომ პირიქით დღევანდელობიდანაც უყურებს თვითონ. იმიტომ რომ ეგ ჩემთვის ძალიან აშკარა არის, როცა
ფულზე ლაპარაკობს და ამ სოციალურ კონსტრუქციებს. მაგაზე მაინტერესებს რას ფიქრობ, იმიტომ რომ ანუ მე არ ვიცი ბევრი, რავი, ანუ ეკონომიკას რო ხსნის, როგორ შეიქმნა თავიდან, ანუ თიოს პროსტა ისტორიას ყვება რა. არ ვიცი, მან თავისი აზრებიც აქვს ჩადებული და რაც დამახინჯებული აქვს ეგეც? ანუ კი, რა თქმა უნდა, ანუ ერთი ეგ ნაწილი კარგად არ მახსოვს და არ მინდა რომ რამე არასწორი ინტერპრეტაცია გავაკეთო, მაგრამ სახელმწიფოების შექმნა როცა დაიწყო აი მაგაზე რაც ლაპარაკობს და ფული იყო როგორც რაღაც სოციალური კონტრაქტი. რეალურად მაგაზე ძალიან გაყოფილი არის მოსაზრებები. როგორ შეიქმნა სახელმწიფოები მთლიანად. იმიტომ რომ სახელმწიფოებს რო დააკვირდე და ისტორია ზოგადად სახელმწიფოების და ერების არც ერთი არ შექმნილა რაღაცა სოციალური კონტრაქტით. დასამს რომ ფულიც ის არის სოციალური კონტრაქტი. საზღვრები მთელ სოფლიოში ისე როგორც უმეტესობა ადრეული კერძო საკუთრების რაც იყო რომ რას ნიშნავდა ადრეული კერძო საკუთრება რომ მეფეს ქონა ყველაფერი და შენ მის მიწას ამუშავებდი. შეიქმნა წმინდად ძალადობაზე, დომინაციაზე და მასობრივ სისხლის ყრაზე. ერთ სწორედ ამ სხვა შორის არ არის. რო შეხედო მაგალითად ძალადობას, რაც გვაქვს ინფორმაცია პრეაგრარულ საზოგადოებაში, მაგალითად ომები და მსგავსი რაღაცეები ბევრად ცოტა ადამიანი იღუპებოდა მაგისგან, ვიდრე პოსტაგრარულ საზოგადოებებში, როდესაც უკვე სახელმწიფოები შეიქმნა. იმიტომ სიკვდილიანობის ესეთი ძალადობის ყველაზე დიდი გამომწვევი მსოფლიოში ყოველთვის იყო ეგ სახელმწიფოები, ჯერ ქალაქ სახელმწიფოები, მე უფრო დიდი და მე უფრო დიდი, რომლებიც თლიანად იქნებოდა რაღაც ძალადობრივ პრინციპებს დაყრდნობით. მე ვფიქრობ, რომ ზედმეტ ისე უდგება, რა ცდილობს, რომ რაღაც ლოგიკურად ახსნას უბრალოდ თითქოს ლოგიკით მიდისო ამ დასკვნებამდეო რა. იქიდან გამომდინარე დღეს რა არის ლოგიკურად როგორ მოვიდოდა აქ და როდესაც კაცობრიობის ისტორიაში რაღაცა ტოვებ ძალიან დიდ და მნიშვნელოვან საკითხებს, ჩემთვის ის ისტორია დიდად საინტერესო არ არის. აი, მაგრამ ფულზე რასაც იძახის. ანუ ეგ სიმართლეა, რომ ფულს რეალურად არანაირი ღირებულება არ აქვს, ანუ ჩვენ თანხმდებით, რომ ფულს რაღაც ღირებულება აქვს. არ პროსტა აი ბიტკოინის სასტავი ვინც არის და მსგავსი სულ მაგას იძახიან ხოლმე რა და ანუ აი ოქროს სტანდარტზე რომ და გადასვლა და ნუ ვესტიები რო არიან რა, ანუ ძალიან libertarian ტიპები რა. სულ იძახიან რომ ანუ ფულს არანაირი ღირებულება არ აქვს, რა, ანუ უბრალოდ ჩვენ შევქმენით, ანუ და ხო ანუ კონტრაქტისავით არ არის, ანუ მე უბრალოდ ეგ გავიგე რომ თვითონ მაგას იძახდა და ანუ მაგის რა ვიცი. რამე არასწორი არის მაგაში? თუ პროსტა არა, იქ სხვა რაღაცებს წამს უბრალოდ ფულის შექმნაზე, უფრო სხვანაირი ისტორია აქვს. მაგრამ მან დეტალებში არ მინდა ჩავიდე, ხო? ერთი სხვა შორის რაც მომეწონა კიდე ჰარარის საპიენსში იყო, რომ დაიც როგორ ამბობს, რომ თანამედროვე მაგალითად კორპორაციები, ან თვითონ ეს ინსტიტუტები რა, როგორც არის არამედ კორპორაციები, არამედ ოჯახის ინსტიტუტი რო აიღო თვითონ და ასე შემდეგ. სხვა რაღაცა არის რეალურად იგივე წარმართული რელიგიები რაც იყო, პრაქტიკულად იგივეს მანიფესტაცია და ეგ ძალიან სწორი სენტიმენტია. ისე ხო რელიგიაზე ძალიან საინტერესო რაღაცას იძახის ამ ქრისტიანობაზე, რომ რეალურად ქრისტიანობა რო შემოვიდა მაგამდე რაც იყო წარმართული, ხო, რაც წარმართული სხვა რელიგიებიო. არ შეუცვლია არაფერი, ანუ ზუსტად იგივე ნაირად თაყვანს ემდნენ, პროსტა შეიცვალა სახელიო რა, მაგამდე ვიღაც ღმერთი იყო, ეხა კონკრეტულ რეგიონებს თავის ვიღაცა ყავდა, ვისაც თაყვანს ემდნენ, ვიღაც წმინდანიო რა. ანუ რაც წმინდა დავითია რაც შევიდა ინგლისში, ვიღაც წმინდანი შემოვიდა საქართველოში, წმინდა ვიღაცა შევიდა სხვა ქვეყანაში, ან თიოს ვიღაცას მაინც აღმერთებდნენ და თან ზუსტად იგივენაირ რიტუალებს და იგივენაირ იმებს ატარებდნენ, რასაც წინა ღმერთებისთვის რა, რაც აი მონოთეიზმი რო შემოვიდა, არაფერი არ შეიცვალა, რანოს ქრისტიანობას და იმაზე. არა, ხო, არსი მონოთეიზმის და რაღაც პოლითეიზმის და იგივე სხვა რაღაცა ინსტიტუტების, რომელიც სამს რო პრაქტიკულად რაღაც რელიგიური ორგანიზაციებია. არსი ის არის, რომ რაღაც თანამედროვე საზოგადოებებშიც და მანამდეც იყვნენ ყოველთვის ისინი, რომ
თითქოს ყოველთვის იყო ხოლმე რაღაცა ხელშეუხებელი ავტორიტეტი რა, რომელსაც უნდა დაემორჩილო, არ დასვა შეკითხვები, არ უნდა შეეწინააღმდეგო. და მაგის დემონსტრაცია არის, ხო, აი ქრისტიანობაც მიუხედავად იმისა, რომ რაც პოლითეიზმისგან განსხვავებულია, იმიტომ რომ ერთი ღმერთი ყავს, ქრისტიანობასაც აქვს რაღაცა წესები, რომლების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება არ შეგიძლია, იმიტომ რომ ზებუნებრივმა ძალამ მოგცა. და მანდი ძახისვეთიოს რაღაც პრობლემას ვერ წყვიტავსო რა, ანუ თუ ყველაფერს ხედავსო და თუ ყველაფერი იცის, ეს როგორი ისეთი თემა არის, ათეისტური თემა არის, მაგრამ ნუ თუ ყველაფერს ხედავსო, ყველაფერი იცისო, რატო არის უბედურებაო რა? ანუ ხო, ღმერთი თუ ყველაფერი არის, მაშინ ანუ უბედურება და ყველაფერი ცუდი ხო ღმერთის შექმნილი არისო, მაგრამ მაგას წყვიტავსო ეშმაკის შემოყვანითო რა, ანუ ეშმაკი არისო აბალანსებსო რა, ანუ ესე ეშმაკი არის ეს ბოროტება და რაღაცა ყველაფერი რის გამოც ხდებაო, მაგრამ მე არ გამოდის რომ ღმერთი ყველაფერს აკონტროლებს, რაც ანუ კონფლიქტი, დილემა იქნებაო ქრისტიანობაში, მაგრამ აუცილებელი იყო ეს დილემაო. არგუმენტი არც მახსოვდა, იმიტომ რომ რაღაც მე-5 კლასელის ხო, აი არგუმენტის ბიჭო, არა, კლასის გავს, მაგრამ ეგ ძალიან მარტივად გვარდება თვითონ ქრისტიანულ ლოგიკაში, იმით რომ ის ერთი ცხოვრება არ გაქვს, რომელთაც ცხოვრობ და ორი ცხოვრება გაქვს. ანუ სამუდამო ნამდვილი ცხოვრება, რომელიც არის საიქიოში და ეხლა გაქვს გამოცდა შენ ღმერთის სიყვარული. გამოცდა არის ხა. ხო და ასე რომ ეს ნავთი ცხოვრება. არაფერი ლუპოული ეგ არ არის, ანუ მე კიდე მანდისიც არის რომ ღმერთი რომელიც ყოველ შენძლე გონიარე და რაღაცა შენ როგორც გესმის სამართალი იმას იქნებს სხვანაირად ესმის და მიდი და მოთხოვე ხო როგორ ესმის სამართალი როგორ ახსნი როგორც ბავშვი იბადება როგორ ესმის ხო და საქმეც მაგაში იმას როგორ ესმის ჩვენ მოკვდავები ვერ გავიგებთ რა ეგ ფილოსოფია არის ზოგადად რელიგიებში აი მაგალითად ღმერთი რომ გამოსცას მოგიწყობს რომ ანუ შვილი მოკლა ან რაღაცა განდეგილი გახდე წლების მანძილზე ან რაღაცა შვილები მიატო ხანძარში შენ არ გესმის მაგრამ იმან იცის და ეგ იმისთვის არის უბრალოდ მაგ ეგ მსგავსი პასაჟები ყურანშიც და ბიბლიაშიც რომ განახოს რომ შენთვის იმის ლოგიკა მიუწნომელია ერთადერთი შეგიძლია რომ დაემორჩილო მის ძალას იმიტომ რომ ძალიან ძლიერია როგორც ხედავ ვაუ ხოდა ეგ საბოლოო ჯამში ეგ არ მომწონს არ არის წიგნში რაღაც ინფორმაციული მონაკვეთები არის საინტერესო აზრებიც არის ხოლმე მაგრამ ასე ისე ყვება ამ ისტორიას თითქოს აი რაც ავტობუსში შეხვდა მეგობარი და უცებ მოგიყვა კაცობრიობის ისტორიაზე თვითონაც ფიქრობს რა ჩემთვის ძალიან არაინფორმატიულია რა ძალიან კარგად მიყვება რა ანუ ისე უწერია რომ თქოს აი წყვეტა არ არის რა ანუ ერთი რაღაცით იწყებს და მე ანუ მიდის და ანუ ამთავრებს თქოს აი წერტილს სვავს რა ანუ აი ყველაფერს მაგრამ ხო ანუ ძალიან ბევრი რაღაცას ტოვებს ხა ვერ მოყვები მაგრამ narrative არის ანუ არც აქვს პრეტენზია ხო რომ მეცნიერული ნაშრომი არის უბრალოდ ზღაპარივით არის რა ზღაპარივით გიყვება მთელ ისტორიას ცოტა არასწორად გიყვება მაგრამ ხო აი დღევანდელი გადმოსახედანაა თითქოს რა იმიტომ რომ ძალიან ბევრი იდეა რაც ეწერა თითქოს აი მილიონჯერ გაგონილი მაქვს აი პოდკასტებში პროსტა ვიღაცებისგან ჩემითაც მიფიქრია იმიტომ რომ მე ხო ამ გადმოსახედან ვუყურებ დღევანდელი ყველაფერს რა აი ძალიან ისეთი იყო რა მაგრამ ეგ საშიში არის იმიტომ რომ კიდევ უფრო გაჯერებს შენ იდეებს რა და შენ გადმოსახედს და ანუ შენ იმას რა ქვია სხვა კუთხით არ უყურებ ხო თავი ხო იქ თავი პრობლემა აქვს ეგეთ წიგნებს რა აი ზოგადად პოპულარულად ვინც ცდილობს რომ მოგითხროს რაღაცა ეგ მარტო იმაში არ არის თან ისტორიაში ეგეთ პოპულარულ წიგნებში რომლებიც ცდილობს მოკლედ მოყვეს ძალიან დიდი მასალა აი მაშინ რომ საუბრობთ მაგის კარგ მაგალითად მე მოვიყვანე ის რა ქვია სტივენ ჰოკინგის მაგალითად Brief History of Time რომელიც არის რაც ფიზიკა ძალიან პოპულარულ ენაზე მაგრამ მაგას სვარჩორის ეგ რო თქვი რომ მან უკეთესად ყვება თქვა მე ნახე ეგ წიგნი ხოდა ის არის ხოდა საერთოდ აღარ მახსოვს იქ რა ეწერა და იქაც რაღაცეები არის რომ აშკარად ეთყობა რომ
ანუ რაღაც თავის იდეებს გაჩვენებს რა და თავის იდეებს განახებს. On პრობლემა ის არის, რომ ზოგადად როდესაც ეგეთ წიგნს კითხულობ, ანუ საავტორო წიგნს და თუ ეგ შენი პირველი წიგნია, ძალიან დიდი მაგსაკითხზე. ძალიან დიდი ალბათობა არის, რომ იმხელა გავლენა მოახდინოს შენზე, რომ არ ვიცი, სხვა ხედვები უარყო მოგვიანებით რა, ან რაღაცნაირად დაიჯერო. კი, ანუ საპიენსზე გაგსაუბრე, საპიენსზე რო წაიკითხო პირველ არა მარტო საპიენსზე, ნებისმიერ ეგეთ პოპულარულ წიგნებზე რა. პოპულარულ ენაზე დაწერილ რაღაცა ძალიან ვრცელ საკითხებზე წიგნებს. ჩემს მე მომეწონა ის ნაწილი რა ქვია, ბოლოში არის მეცნიერებაზე ლაპარაკობს რა და მანდ ანუ არ ვიცი, ანუ მანდ რა შეიძლება გააკრიტიკო, იმიტომ რომ ძალიან კარგად ხსნის რა, ანუ მეცნიერებას, რომ ანუ ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დააყენო და ანუ პრობლემა არ არის, რო თქვა, რომ არ ვიცი და ანუ რა ვიცი, მე რეალურად ზუსტად ეგრე ვფიქრობ რა, ანუ მე ვფიქრობ, რომ მაქვს რაღაც იდეები, შეიძლება რაღაც პროცენტით ვარ დარწმუნებული ყველაფერში, ანუ შეიძლება რაღაცაში 1%, რაღაცაში 99.9, მაგრამ ანუ 100% არაფერში არ ვარ დარწმუნებული რა. ვიღაცამ რომ დამტკიცოს საპირისპირო, всё, ანუ მაგ იდეაზე გადავდივარ, ანუ არაფერზე არ მაქვს, მყარად არაფერზე არ ვდგავარ რა და ეგ მეცნიერების რა მთავარი პრინციპია ჩემი აზრით რა. და მთავარი ის არის, რომ ანუ ყოველთვის ღია ხარ ახალი ნიშნის ქვეშ დააყენო? ხო, რომ ანუ ახალი რაღაც რო აღმოჩენო, ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დააყენო რა და ყველაფერი უნდა დატესტო და ყველაფერი უნდა გამოიკულიო რა. ნუ ხა მედამიც არასაჭირო ხა დედამიწა მრგვალი არის თუ არა, ანუ მაგის გამოკვლევა დაიწყო რა, ანუ მაგაზე ალბათ 99.99 ვარ დარწმუნებული, მაგრამ ხო შეიძლება რაღაც შეცვალო, მე რა ვიცი, ღმერთმა იცის. ახალი დედამიწის ფორმა აღმოჩინო. ხო, არა, მთავარი პრინციპი ეგ უნდა იყოს მეცნიერებაში, მაგრამ ძალიან ხშირად არ არის. ძალიან ხშირად არ არის, დაჟე ალბათ აი შეჩვეული ცირა მაქვს, რომ რაც უფრო მაგარი მეცნიერია ვიღაცა, ნუ გააჩნია რა, ნუ იდეაში მართლა თუ მაგარი მეცნიერია, მაგ შესაძლოა არ უნდა უშუალოს, მაგრამ ზოგი ძალიან თვით დარწმუნებული ხდება, თან ძალიან დარწმუნებული ხდება თავის თავში რა. და თქოს აი ყველაფერი იცის, ან აი მაგის იდეებს ვერ დასმევ რაც კითხვის ნიშნის ქვეშ რა. ბევრს ბევრ ჭკვიან ადამიანს ემართება რა. და მე გარა ჭკვიან, ეგ ნიშნავს, რომ დებილი არის რა, იმიტომ რომ ყველაზე მთავარი პრინციპი არის. რო კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა. არა, თქად როგორ არის, იცი, თუ ძირითადად აი კარგი ცნობილი მეცნიერები ვინც არიან ხოლმე რაღაც უკვე ანუ რაღაც საკითხზე უკვე წლებია რა, ნამუშავები აქვთ. ხო, მან ისეთი რაღაცა არის, რომ ზოგადად აი არსებობს ეგეთი წიგნი რა, კარლ პოპერის Logic of Scientific Discovery თუ ეგ კუნისა. მოკლედ, ესეთი იდეა აქვს, რომ მეცნიერება იმით გამოირჩევა და მეცნიერები სხვა არა მეცნიერებისგან, ანუ არა საბუნებისმეტყველო მეცნიერებისგან, რომ რაღაცა თეორიას რო შეიმუშავებენ, მაგალითად ჰიპოთეზა აქვთ, ისე უდგებიან, რომ ცდილობენ, რომ ამ ჰიპოთეზის საპირისპირო დაამტკიცონ რა, რომ გატეხონ ეს ჰიპოთეზა და რამენერად გაამცდარონ და თუ არ გამოუვათ, მერე იჯერებენ და ესე იგი მართალია. არის ესეთი აღწერა მეცნიერული პროცესის, მაგრამ სინამდვილეში აი მე რასაც ხედავ პირადად და პირიქით არის. ესეც პოპულარული მოსწრება არის, რომ ხალხი, ვინც მეცნიერები, ვინც თავიანთ თეორიებზე მუშაობენ, ან ჰიპოთეზებზე რაღაცას დროს რო ახარჯავენ, მე პირიქით ცდილობენ, რომ კბილები დაიცვან და რაღაც უარყონ საპირისპირო ევიდენსი. ხო, პირიქით. მაგის ყველაზე კარგი მაგალითი იყო 2018 წლის ის იყო, რა ქვია, ნობელის პრემიანტები ვინც იყვნენ. ქონდათ რაღაც round table-ი რა, ყველა ნობელიანთან რაღაც ჟურნალისტი იყო და კითხვებს უსვამდა. და ეგ თქვა ზუსტად მგონი ბიოლოგიაში თუ მედიცინაში და ფიზიოლოგიაში ვინც აიღო რა. მე მეუბნებიან რომ მეცნიერმა თავისი თეორიები უნდა გაამცდაროს და რაღაცა, მაგრამ მე პირიქით კბილებით ვცდილობ რომ დავიცვალო და ვინც რამე ცუდ სიტყვის ვლანძღაო რა. ხო, ეგ ძალიან ბუნებრივი არის უბრალოდ. ძალიან ბუნებრივია, თან ხა წლები რო გაქვს ნაშრომი, ანუ ძალიან ის არის რა, ანუ ძალიან რთული არის, მაგრამ ხო, წარმოიდგინე. ხან პირიქით, ანუ მეცნიერები პირიქით რაღაცა იდეა აქვს და ანუ ხო ყველაფერს ცდილობენ, რომ ანუ ეგ დაამტკიცონ და ანუ არასწორი ის არის რა. არავინ არ არის სრულყოფილი რას. ხო, ბუნებრივი ინსტინქტია.
ყველაზე საინტერესო ის მეცნიერებაში არ ყოფილ, თუ გავიყვანთ მეცნიერებაში იყო, მათემატიკაში იყო ეგეთი რაღაცა, რომ ერთი მათემატიკოსი მე სახელს ვერ ვიხსენებ. კაი დავიკიდე. პროსტ თქვი რა. ანუ რაღაცა თეორიაზე მუშაობდა ძალიან დიდი ხანი, სიმრავლით თეორიაზე, რომლითაც ხსნიდა იდეაში მთელ მათემატიკას და მე იმან რა ქვია ბერტრან რასელმა ცნობილმა ლოგიკოსმა და მათემატიკოსმა რაღაც წერილი გაუგზავნა, პატარა პარადოქსი ვიპოვო შენს თეორიაშიო რა. ძალიან პატარა წერილი, რაღაც 4 ხაზი იყო. და იმ კაცს უკვე რაღაც ტომები ქონდა რა დაწერილი. ხო. და ამ რაღაც პატარა რამდენი რაღაც მათემატიკურმა დაანგარიშებმა წყალს ჩაუყარა მთელი თავის ცხოვრების შრომა რა. და წიგნი უკვე გამოსული იყო თან, ახალი ტომი. და ერთი ისქნა რომ აქ წიგნის შემდეგ გამოშვებაში მიუთითა რომ აი ახალგაზრდა ინგლისელმა მათემატიკოსმა მიმანიშნა აი ამაზე და სავარაუდოთო ეს რაღაც საფუძველს ურყევს ამ თეორიას რა. ვაუ. მაგრამ აი ეგ ნაწილი წიგნში რაც ეწერა, მაგაზე რა სიტყვი? ანუ რამე არ მოგეწონა მაგ ნაწილში, იმიტომ რომ შემიძლია მაგას ძალიან კარგად ხსნის რა. რას მეცნიერება როგორ მიიღოს? მეცნიერება რა არის საერთოდ რა? ნუ scientific revolution ეგ არის თავი მეცნიერების რევოლუცია, რომ ანუ კითხვის ნიშნის დასმა დაიწყო, შეიცვალა და ანუ პრაქტიკული და ასე შემდეგ რა. რას ფიქრობ? პრაქტიკული. მან არაფერი რას ნოფიქრობთ? არა, ნუ შევხვდით ძალიან ბევრი ნაწილი არ მომეწონა წიგნისო რა და ანუ მაგ ნაწილში ჩემს მეცნიერებას ანუ ცუდად არ ხსნის რა, ანუ მეცნიერება არ ხსნის კარგად. ნუ ეგ ნაწილი პრობლემა არ, ეგ ნაწილი ჩემს კარგი ნაწილია. მან არაფერს ისიც არ იძახის, რომ რა შემს შეეწინამდეგო რა, მაგ ნაწილს წავიკითხავდი რა ამ წიგნის. და რელიგიაზე ჩემი აზრით, ნუ რელიგია ძალიან ისეთი პირველ კლასელის ათეისტის დონის ის იყო ტექსტი, მაგრამ ნუ ვინც ათეისტი არ არის, უნდა წაიკითხოს რა. ვინც არის ისე არგუმენტები. აი რა, ჩემს ეგ წიგნი გავარჩიეთ სავით რა. ჯანმრთელობაზე რა მაინტერესებს და ერთი ის რა. ანუ გასაგები ანუ ზოგადად ხა მედიცინა არ ქონდათ, არაფერი არ ქონდათ თავის დროზე რა. და უფრო უარესად ცხოვრობდნენ, მაგრამ შენიზით საკვები რასაც ჭამდნენ ადრე, ნუ კონკრეტულად ნუ არის ხა მოდაში რაც პალეო დიეტა და ასე შემდეგ რა. რაც არ არის bone accurate ანუ paleontolic age-ზე თუ რაღაცაზე რა, მაგრამ ნუ აი ადრე რასაც ჭამდნენ, ხო აშკარად უკეთესი იყო ჩვენთვის რა, ანუ უფრო ჯანმრთელები იყვნენ ვიდრე დღევანდელ დღეს რასაც ჭამთ რა. ანუ არ ვიცი რის მიხედვით უნდა ვთქვა. ან თუ ერთ-ერთი ხშირი პრობლემა malnutrition იყო და რაღაც ძალიან გახანგრძლივებული შიმშილები, მაშინ ვერ ხედავ როგორ იყო უფრო ჯანმრთელი. უშუალოდ საკვები შეიძლება, მაგრამ ალბათ ბევრი რაღაცები ეკლდათ, იმიტომ რომ როგორ არის ცე? ანუ აი ესე წარმოიდგინე ვატო რა, დაუშვით მე და შენ ვართ პირველყოფილი ადამიანები. ხო, დაუშვათ. და აი ვართ მაგალითად ბეთანიაში. დაუშვათ. ეხლა აი ბეთანიაში ჯანმრთელი დიეტა ის სიველურეში შენი აზრით გექნებოდა? არა ხო და აი იდეა იცი რა არის, ანუ რა ვიცი ძალიან ბევრი ვინც იძახის რა, ვინც ეს epigenetics და რაღაცაზე რომ უბრალოდ შენი წინაპრები რასაც ჭამდნენ, რის წვდომაც ჰქონდათ, შენი ორგანიზმი მაგაზე ადაპტირებული გახდა რა. ანუ მე რა დიეტა რაც მაქვს და ვიღაცა რა ვიცი აი ვინ არიან ყინულში რო ცხოვრობენ, ისე ესკიმოები ყინულში რო ცხოვრობენ, ხა ერთი და იგივე დიეტა არ გვაქვს, ანუ ისინი ჭამენ ვეშაპის ცომს კი არა ვახჩემ ვეშაპის ცხიმს რა, თუ რა ვიცი აი რაღაცა ცხიმს ჭამენ ცარიელს ჩათვალე 90% და მაგით კიბებიან. მაგათი ყველა წინა თაობა მაგას ჭამდა და შენ თუ ესკიმოელი ხარ, შენ ყველაზე მეტად გაგიადვილდება მაგ საჭმელის ჭამა და მე თუ ქართველი ვარ და რა ვიცი რაღაც რეგიონში ვიზრდებოდი, მე ყველაზე მეტად გამიმარტივდება იმის ჭამასაც ჩემი წინაპრები ჭამდნენ და მაგიტომაც მე მაგის ბევრი საბუთი არ არსებობს მაინც. ბევრი საბუთი არ არსებობს, მაგრამ ანუ დაფიქრე ან თუნდაც ყველის ანუ რატო შემიძლია მე ყველის ჭამა და რატო არ შეუძლია აზიელს ყველის ჭამა? იმიტომ რომ საქართველოში ყავდა თხები, ყავდა რაღაცები, ყავდა არ შეუძლია.
უმეტესობა lactose intolerant-აა. კაი, თუნდაც აი ზოგი რეგიონი აი სამხრეთ აფრიკის ბევრი რეგიონი რა, მანდ ვინცაა დაბადებული 90% არის lactose intolerance-ის ზანგებში რა კონკრეტულად და ნუ აი ჩრდილოეთ აფრიკაში ნაკლებად რა, ნუ ეგვიპტესკენ და უფრო იქითკენ ვინც იყო რა, მაგრამ აი ქვემოთ ვინც არიან ძალიან ბევრი არის lactose intolerant და კიდევ ძალიან ბევრ რეგიონში არის აზიაში მაგათად lactose intolerant, რომ ანუ არ აქვთ ენზიმი, ქართულად როგორ არის ენზიმი? ენზიმი. აი, ნუ არ აქვთ ეს ენზიმი ლაქტოზის, რომელიც დაშლის ამ ლაქტოზას რა და შესაბამისად რო ჭამენ თევზს კი არა, ყველს რაღაც რძეს და რაღაცებს სულ ხდებიან რა. და მაგრამ მან ისეთი ის არის რომ ხო, ანუ ეგ შეიძლება ეგრე ახსნა, რომ იქ მაგრამ მნიშვნელოვანი რაც არის, როდესაც ეგრეთ ევოლუციურ შეგუებულობაზე ლაპარაკობ. აი პირველ რიგში ძალიან ბევრი რაღაცა, რაც ეგონათ რომ მაგალითად ეგ ევოლუციური შეგუებულობას განაპირობებდა. ანუ ევოლუციური ეპიგენეტიკური შეგუებულობა იყო. ხო. აი მაგალითად არის რომ აფრიკის კონტინენტზე ძალიან ხშირი არის რაღაც კონკრეტული გულის პრობლემები. რაც ეგეთი ხშირი არ არის სხვაგან და ნუ სხვაგან რაღაც პრობლემებია უფრო ხშირი და შენ. და ეგ ეპიგენეტიკური ახსნა ქონა. მაგრამ რაც უნდა გაითვალისწინო მაგ ეგეთი გენეტიკური ან ევოლუციური ახსნების დროს და რაც ძალიან პრობლემური არის. არის უნდა თქვა რომ აი კონკრეტულად რომელ მომენტში შეეგუო ასე. იმიტომ რომ ეხლა შეიძლება დავუშვათ აფრიკაში რაღაცა ძუძუმწოვარ ჯერთი ეგ არ ვიცი რამდენად მასე არასცამ, მაგრამ არა ვიცი რომ ეგრე არის, ანუ შეიძლება მეშლება ჩრდილოეთ და სამხრეთიდან რაღაც ეგეთი, მაგრამ ვიცი რომ აზიელებში ჩრდილოეთს გულისხმობ. მაგრამ კაი რაც არ უნდა იყოს, დავუშვათ ჩრდილოეთში ეხლა არ არიან რაღაცა. აუ ყოველ შემთხვევაში ვიცი რომ კავკასიელებში არის 20% თუ რაღაც ნაკლები რა და საქართველოს შეიძლება ნაკლებიც არის რა, ვისაც აქვს ეს ლაქტოზის არ აქვს საშუალება რომ ლაქტოზა გადაამუშავონ და ზანგებში ვიცი რომ ბევრად მაღალი არის ეგ ციფრი და აზიელებში ვიცი რომ ბევრად მაღალი არის. უნდა გაითვალისწინო მან, როდესაც ეგეთ რაღაცას სამფრო, აი რაღაცა ადგილზე, სადაც ეხლა არ არის მაგალითად ძროხა, ან ეხლა არ წევიან დიდად მეძროხეობას ან მესაქონლეობას, უნდა იკითხო რომ მაგალითად 100,000 წლის წინაც ეგრე იყო? ხო, მაგაზე საუბარი წლის წინ რომ მასე იყო მაგან განაპირობა. იქით საუბარი არის რომ 100,000 წლის წინ არის ხო, თორე დღეს შეიძლება ეხაც აქვთ, ეხა ხო წვავენ იმებს ტყეებს აფრიკაში რომ ძროხები გაიყვანონ და რაღაც. ეხა ალბათ აქვთ რძე. ხო და ანუ ჩემთვის ძალიან ჰიპოთეტური არის. უბრალოდ შეიძლება რომ ვიცით რაღაც რეგიონებში რომ არ იყო ეგ, ანუ პროსტ პირობა არ იყო რომ ძროხა ყოფილიყო, ანუ არ ქონდათ პროსტ, ანუ ხო ვიცით ეგ გვაქვს მაგის რაღაც ინფორმაცია რომ შეიძლება ანუ არ ვიცი კი, მაგრამ აი მაგალითად რო შეხედო იგივე აზიას. ხო. განსაკუთრებით უფრო ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც ეგ ლაქტოზის არატოლერანტობაზე ამბობ, ანუ 1000 წლების მანძილზე ერთადერთი საკვები წყარო ქონდათ საქონელი და რძე. ბიჭო, ხო და შეიძლება მაგ ხო და რეგიონში ეხლა რატო გახდნენ არატოლერანტულები? ანუ ისე არის რომ სხვა რეგიონებზე არის, ანუ ხო აზიელი ტოლერანტობა ისე არ მუშავდება, რომ აი დროთა განმავლობაში ბლა და გამომუშავდა რა რა მე მგონია რომ მუშავდება, იმიტომ რომ აი რაც მე რატო ვფიქრობ რა, ანუ რძეზე არ ვიცი კონკრეტულად, მაგრამ ვიცი რომ მე თხილზე ხო იცი აი ძალიან ბევრს რო აქვს თხილის ალერგია, რო კვტებიან, ანუ შეიძლება ჭამოს ერთი მთლიანი თხილი და მოკვდეს. შენ იცი მაგაზე მთავარი თერაპია რა არის, რომ განკურნონ კი არა და რო აი რამდენად დაგეხმარონ რა. მთავარი ის რა არის? რას უშვებიან? ნუ ერთ-ერთი ის არის reversing აკეთებენ, ანუ უბრუნებენ რა, აბრუნებენ უკან და როგორ აკეთებენ მაგას, რომ ძალიან პატარა რას აბრუნებენ? reversing აკეთებენ, რომ ანუ ხო აქვს ალერგია და მე აღარ აქვს ალერგია, იმით რომ ძალიან დაბალ დოზას იღებ ჯერ, ანუ საბარე რაღაცა ძალიან პატარა ნატეხზე რა თხილის. და შენ ორგანიზმი ეჩვევა და ანუ ვაფშე ურსულობის დროს და იმის დროს ეუბნებიან რომ პირით რაც უფრო მეტი თხილი შეიძლება ჭამე და რაც უფრო მეტი exposure კონდეს რა, ანუ რაც უფრო მეტს მიიღებ, მე ანუ ეჩვევა ორგანიზმი და ბავშვსაც უფრო დიდი შანსი აქვს რომ მე ჭამოს თხილი და ჩვენ ვეუბნებით რომ პირიქით რომ ანუ არ ჭამოთ თხილი, ნუ ამერიკაში და იმაში ეუბნებიან რომ პირიქით არ ჭამოთ თხილი და ეს ალერგია შეიძლება ის და ეს და რომ უგზავო პირიქით ანუ უფრო მეტად ჩდება და ანუ თუ თხილის ალერგია შეიძლება შეაბრუნო იმით რომ ნელ-ნელა მიცე ალბათ ლაქტოზას დრო ჭირდება რა, ალკოჰოლზეც არის რომ ანუ ალკოჰოლს თავის დროზე რაღაც მილიონი კაცი ეგ სხვა რაღაცა არის. ეგ არის ნებისმიერი რაღაცა საწამლავზეც გააქვს რაღაცა ის რომ რაღაც დონემდე შეიძლება ტოლერანტულობა გაიუმჯობესო.
ხო, ლაქტოზას ვიცი რომ ბევრი ეუბნება რომ ცოტა რომც არ შეგეძლოს ლაქტოზის ჭამა, ცოტა მაინც კარგი არის და ეუბნებიან რომ ცოტა ჭამეო და რაღაც ისა, შეიძლება ერთ თაობაში არ შეეჩვიო, მაგრამ ეგ რამდენიმე ხლა მეუბნები, ეგ mainstream რაღაც არის თუ რომელიმე შენი გურუს. ჯო როგანმა თქვა და ეხა არ ვიცი რამდენად არ ვიცი, მე მოდი ჯო როგანს არ დაუჯერებდი და გადავამოწმებდი, მაგრამ მან სხვა საკითხი არის, ერთი არის რომ შენი თავი მიაჩვიო ტოლერანტულობას და მეორე არის რომ გენეტიკა შეგეცვალოს იმით რომ ყველს ჭამ. შეიძლება გენეტიკა даже არ შეეცვალოს, შეიძლება просто ვერ გადარჩენ თავის დროზე ტიპები, ვინც რძეს არ სვავდნენ რაღაც საქართველოში მაგალითად რა, იმიტომ რომ სულ რა ძუძუმწოვრები და სულ რაღაცები გქონდა, სულ ყველს აკეთებდნენ და რაღაცას და მაგას თუ ვერ ჭამდი, რა ვიცი, ვინც ყველაზე კარგად იყო ადაპტირებული მაგის ჭამაზე, ეგენი გადარჩნენ. ძალიან მცირე პერიოდი არის ევოლუციურად რა. უკვე როდესაც რძე გქონდა და ხორციც გქონდა, რძე იმ ხელა ფაქტორი არ იყო, რომ მაგის გარეშე უზარმაზარი ნაწილი პოპულაციის მომკვდარიყო და დარჩენილიყო მარტო ის, ვინც რძეს სვამს რა, ხო ისე ეგ მართალი ცოხნის წინ იყო ეგ. ძალიან დიდი stretch არის უბრალოდ მაგის. აი, ეგ დიდი stretch-ა, მაგრამ ხო შეიძლება ეჩვეო, საახავი არის, არ ვიცი ზუსტად, მაგრამ მე ყოველთვის მაგის მჯეროდა. რომ ალბათ ეჩვეო. ინდივიდი შეიძლება ეჩვეო, მაგრამ გენეტიკურად ხო არ გადადის ეგრე ინფორმაცია რა. არავი კი შეიძლება ეპიგენეტიკური ცვლილება არის, რომელიც გადადის, რა იცი. შეიძლება გადადის, ხო, არ იცი ზუსტად. ეგ უბრალოდ ხო რაღაცა რომ ეგ უფრო ლამარკიანის მსგავს რა, რაღაც ჟირაფები იმიტომ არიან გძელკისრიანი, რომ იწელებოდნენ და მე ეგრე გაიზარდა მაგათი შთამომავლობა. კი, და ლამარკი მე აღმოჩნეთ, რომ არასწორი იყო, იმიტომ რომ თაობაში თვითონ თაობებს შორის ხდება რა, ანუ ერთ თაობაში არ ხდება ცვლილება გენეტიკური. ეგ იყო დარვინის აღმოჩენა, რომ ცვლილება ხდება შემდეგ თაობაში, რომ შემდეგი რო გაჩნდება, მუტაცია შეიძლება მოხდეს და შეიცვალოს, მაგრამ დღევანდელ დღეს აღმოჩენთ ეპიგენეტიკა და ეპიგენეტიკა გვეუბნება, რომ თაობაშივე შეიძლება მოხდეს გენეტიკური ცვლილება, ანუ შენ შეიძლება ეხა ხარ ტატო, შენ გაქვს რაღაც გენეტიკა, შეიძლება შენ ცხოვრების ბოლოს ან იმ დროისთვის რომ ბაურს გააჩენ, თქვენ სხვა გენეტიკა, იმიტომ რომ იცვლება ეპიგენეტიკური ცვლილებები ხდება, ბაურსაც გადავიდეს. მან მნიშვნელოვანი ის არის, რომ სულ სხვა არ იქნება, ანუ განსხვავება იქნება, მაგრამ შენ როდესაც სამოფ ეგეთ დიდ რაღაცაზე, რომ იგივე ზესვისაც ასმევენ ან რაღაცა, თუ გენში აქვს მაგალითად რა გენი არის, ლაკზი გენი არის თუ რაღაცა ქვია ადამიანში. თუ ეგ გენი ფიზიკურად არ აქვს და შენ აჭმევ რძეს და რაღაცას, ის იმ გენს ჭამისგან ვერ აღიდგენს უბრალოდ რა. ანუ გენი არ გაჩნდება თავიდან არსაიდან თუ არ ანუ ერთი, იმიტომ რომ დიდი ის არის საკმაოდ მონაკვეთი რა, დნმ-ის. ანუ რაღაცეები ეპიგენეტიკურად რაც შეიძლება რომ მოხდეს, არის რომ მცირე მონაკვეთები შეიცვალოს შენ გენეტიკაში და რაღაცა ცოტა რა. მაგრამ თუ შენ რაღაცა გენი გაკლია რაღაც საჭმელისთვის, რომელიც ძალიან ბევრი ნუკლეოტიდისგან შედგება, ეგ არსაიდან თავის არ გაჩნდება რა. რომც ჭამო უბრალოდ ყველი. მაგრამ ანუ ეს ყველაფერი ხო მხარს უჭერს მაინც იმას, რომ რასაც წინაპრები ჭამდნენ, იმას უნდა ჭამდე. არა. ჯგაი, ეგ პროსტა ფილოსოფიის რაც დონეზე არის, მაგრამ რომ დაფიქრდე. უაზრობა. არა, ეგ პროსტა იდეა არის ხა, მაგას მე არც მივყვები ბოლომდე, სიმართლე გითხრა მე მაგის არც მჯერა, რომ მაინდა-მაინც რასაც ჭამდნენ ადრე, იმიტომ რომ რამიზეზები თქვი, რომ არ ქონდათ ყოველთვის რესურსი და ასე შემდეგ, მაგრამ უბრალოდ ემთხვევა ეგრე, რომ რასაც ადრე ჭამდნენ, ეგა ყველაზე კაი შენთვის რა, ხორცი ბოსნე, მიწაში რაც იზრდება, გადამუშავებული საჭმელი ხა არ ქონდა იმას caveman-ს რა ხა ცომი და რაღაც არ ქონდა. გადამუშავებული ძროხის ხორციც არ ქონდა caveman-ს, მაგრამ შენ ხო ჭამ ძროხის ხორცი არ ქონდა. მე ძროხის ხორცი არ არის ყველაზე კაი. ყველაზე კარგი არის ნანადირები ხორცი, მანდ არის ყველაზე მეტი ცილა და საერთოდ არა მართლა ეგრე არის. არა, ნანადირები ხორცი არ არის ყველაზე კარგი. რის მიხედვით ამ რომ ყველაზე კარგია? ბიჭო, ყველაზე კარგი არის nutrition profile რა. იმ ნუტრიენტებს სხვანაირადაც მიიღებ ნანადირები რა. სხვანაირადაც მიიღებ თევზით მაინც რაღაცებით, მაგრამ ეგეც კარგია. ანუ ყველაფერი რაც აი ცოცხალი ორგანიზმი, რაც მიწაში იზრდება, ასე შემდეგ კარგი არის. ანუ შენ ახლა საბოლოოდ იმაზე მიდიხარ, რომ ჭამა კარგია ცოცხალი რაღაცების, ხო? არის ისეთ ცოცხალი, ახლა ცომს რო აკეთებენ, ფქვილი კეთდება ხორბლისგან, ეგეც ცოცხალი იდეაში, მაგრამ გადამუშავებული, არა გადამუშავებული საჭმელი. არა გადამუშავებული საჭმელი. ხო. კაი, არ წინააღმდეგებით. ხო, არავინ არ წინააღმდეგება, პროსტო ვიძახი, რომ წინაპარიც ხო მაგას ჭამდა, როცა ქონდა საშუალება რა, რაც ქონდა საშუალება რა. მაგრამ თუნდაც შენ ვთქვი, რომ დიდი ხანი ქონდა შიმშილის პერიოდებიო.
ეგეც კარგი არის დღეს რო გააკეთო რა, ანუ თავის დროზე რო სიმშილი უწევდა. გაჩნია რასაკეთებ. ანუ თავის დროზე რო სულ სიმშილი უწევდა, რაღაც გენები არის, რომელიც მარტო ირთვება სიმშილის დროს და ანუ რაღაცები არის ჯანმრთელობის, რაც მარტო იღებს სიმშილის დროს რა. სხვა დროს არ იღებ. ნუ საკითხი ხა და ჯერჯერობით ყველა სიმშილობს. ანუ საკითხი იმაზე არის, პროსტა ხანგრძლივი სიმშილი საჭირო არის თუ არა, თუ რო გძინავს, მინიმუმ 8 საათი ხო გძინავს. და მინიმუმ 8 საათი ისე იგი საჭმელს არ ჭამ რა. ისინი ისე სიმშილობდნენ, ისე ხანგრძლივად სიმშილობდნენ, რომ მე ყდებოდნენ და ეგ გონი არ ხო, ანუ ვიცი. და მაგაზე საუბარი, ანუ ხანგრძლივი საჭირო არის თუ არა და ანუ თვეში ერთხელ რო ჭამა, ეგეც არ ვარ გამგონი, არ ვიცი, ექსპერტი არ ვარ, მაგრამ კი, მაგრამ ზოგი ცხოვრებას რა აზრია საერთოდ. კი, მაგრამ ზოგი აკეთებს დღეში ერთხელ ჭამს ან დღეში რამოდენიმეჯერ. კაი, ვიცი, შენ არ გიყვარს ეს იდეები. არა, ეგ მესმის, მაგაზე არც არაფერს არ ვამბობ, უბრალოდ, ანუ სხვადასხვანაირი სიმშილი, ერთი არის რომ შენი ფუფუნება რო გაქვს იმით ისიმშილო რო გადაწყვეტო რომ ჯანმრთელად იცხოვრო და მეორე არის რომ სხვა გზა არ გაქვს უბრალოდ. მაგრამ სხვა გზა არ გაქვს, ძალიან ცოტა ადამიანია. თან გითხრათ ჩვენ მივისმენს რა ხა ტელეფონი გაქვს ადრე იმას ვადარებ კაცო, პირველყოფილ ადამიანს. ადრე. ხო, მაგრამ დღევანდელ დღესაც ხო, ნუ ვიღაცა 1-2 ტიპი იქნება, ვინც მართლა სიმშილობს, მაგრამ რეალობა ის არის, რომ უმეტესობა ადამიანებს პირიქით პრობლემა აქვს. ანუ პრობლემა აქვს, რომ ზედმეტს ჭამენ, ან ზედმეტ არასწორ საჭმელს ჭამენ რა, ანუ შაქარს გადამუშავებულ საჭმელს. ადამიანის უმეტესობას აქვს ნახდათ ზედმეტი ჭამის პრობლემა, არ ვარ მაგაში დარწმუნებული. ბიჭო, ძირითადად ხალხი გვტება დაავადებებისგან, რომელიც ზოგადად ექსესისგანაა გამწვევი. თუნდაც კიბოც, ანუ შენ თუ სიმშილობ, ანუ თუ რაც გამხდარი და ის ანუ არ მგონი რომ კიბო დაგემართო, კიბო ხო ზრდა არის, ანუ შეიძლება მამით დაგემართო, შეიძლება უბრალოდ მაგნეზიუმის, ანუ მექანიზმი ნაკლებობა ქონდეს რაც ვიტამინების და მაგისგანაც დაგემართოს, მაგრამ ბევრნაირად შეიძლება კიბო დაგემართოს, მაგრამ ნუ აი კარდიოვასკულარული დაავადება რაც ემართება და ნუ ზედმეტი იმისგან რა ქვია, არ ვიცი რა, ეგენ ძირითადად ზედმეტი კვებისგანაა რა, დიაბეტი, ობესიტი, ანუ რა ვიცი, ზედმეტი კვება რა. რაღაც ის თქვა მინდოდა დამავიწყდა რა. რაც კიდევ ერთი თემა მინდოდა. შემოგდო. შენს კი რა ხდება დადო? რა ვიცი, ჩემკენ არაფერი. არაფერი? ჯერ დასვენება მქონდა. ყალიდან სამსახურში. დღეს დასვენება მქონდა? დღეს კვირა. დღეს კვირა. ის პოდკასტები როგორ დაიკარგა? მე ჯერ არ მიმწერია, უნდა შენ მიწერე იმას რა ქვია. მე იმას მივწერე, მიხოს, მაგრამ მოვიდეს რა, კიდევ ერთხელ მოვიდეს. სანდროს და მოვიდა. მოვა? კი. კი, სანდრო ძალიან მინდა რომ მოვიდეს, მაგრამ ეხავს რომ თბილისში იყო და ეხა თბილისში როდის იქნება შემდეგ. შეიძლება ონლაინაც, მე პრობლემა არ გვაქვს ონლაინაც რო ჩავწერო. საინტერესო იყო. იმედია მოვლენ არ განაწყენდებიან ჩვენზე. მიხო მოდის, სანდროც იმედია მოვა და იქნება სახალისო სტუმრიანი სერიები. აი, შენი კვირის შესახებ გინდა გვითხრა და შეგიძლია წინა კვირაც გათვალო რა, ანუ რა ჩავიწერეთ. რა ვიცი, აბა ახალ წლებზე გავერთე. ჩემი მეგობარი იყო ჩამოსული საზღვარგარეთიდან. ვაუ, ვინ? და ეხლა წავიდა. მიხო. რა? მართლა იყო ჩამოსული? კი, მაგრამ ვატოც. და მიხო თუ იყო ჩამოსული, ჩაგვეწერა. სადა? გამოჩნდა. ხო ჩავიწერეთ მიხო. ანუ რომელ მიხოზეა საუბარი? ანუ Exactly. ხო, არა, ერთხელ ნახე მარტო მიხო, იმიტომ რომ მე გრიპი დაემართა და იწვა 2 დღე. მე მივსულიყავით რა პოდკასტი მოძრაობს, შეგვიძლია მივიდეთ. მუხაწყარაში ვიყავი ჩვენ სტუმარ მიხოსთან. ხო, აგარაკზე, სადაც გავერთე. მე ნინა გვასალიას ხო იცნობ შენ? კი, მე მგონი ვიცნობ. ხო, მაგის მეგობრებთან ვიყავე. მაგასთან ერთად. მეც ვიყავი. და ტეკილა დავლიე. და მაგარი იყო. მე არ დამილევია და უყურებდი 6 კაცი სიგარეტ, 6 კაცი სიგარეტს როგორ ეწეოდა და სვავდა და ნუ ბუხში ვეღარ გავუძეი და წავედი. ამიტომ დაიწყო მოწევა. და დალევა, ორი. ხო და რავი, აბა, პარტიები ადრე არ მიყვარდა, მაგრამ
მივხვდი რომ ბოლო დროს მცირე სოციალიზაცია კარგია. სახალისო. მეტი არაფერი. კარგი, ჩემ შემთხვევაში ჩავდი თბილისში. ახალ წელს შევხვდი თბილისში, ჯერ გუდაურში ავედი. გუდაურში ერთი დღე ვისრიალე, ძალიან მაგარი იყო, რაც გაუყოლავში ჩამოვედით. რა ვიცი, ძალიან დავიღალე გაუყოლავში რომ ჩამოვედით, იმიტომ რომ ბევრი თოვლი არ იყო, მე როცა ჩასული ვიყავ და ძლივს დადებული იყო და თან ქვები იყო რაღაც ადგილებში, რა ვიცი, ძალიან ცუდი იყო რა. ძალიან ცუდი იყო, ძალიან რთული იყო ან ჩამოსვლა, მაგრამ მაინც სახალისო იყო. მე საუნებში და რაღაცებში და ვიარე. გუდაურში, საუნაში, ნახეთ ყველგან საუნაში. მაგრამ ძალიან ცხელი საუნა იყო, მან დიდხანს ვერ შევდიოდი. საუნა, ჯაკუზი. მოგეთ იგივე რაღაცები გააკეთე, რაცაც ჰოლანდიაში აკეთებ ხო? ხო, კიდე მე დამავიწყე, რომ ახალი ვიდეო კარტა მაქვს კომპიუტერში. რა ვიდეო კარტა? ხო, ახალი ეკრანი. რომელიც ვატოს დახმარებით და დაძალებით. და მუშაობს კარგად რამე თამაშობ რაღაცებს? კი. დოტას მარტო? ჩაიწერე რამე ერთად ვითამაშოთ. იმიტომ რამე კაუნტერი ხომ გრაგინ. ხო, მამეთ მეც არაფერს არ ვთამაშობ, მეც კაუნტერი და როგორღაც აი ყველაზე ისეთი ხო არის, ყველაზე ბანძი თამაშები. რაც ციკლისავით არის რა, ხო ისე მოდაში შემოდის და მე Minecraft-ი როგორც რაღაც პერიოდი ძალიან პოპულარული იყო, მე ამოვარდა მარტო რაც 8 წლის ბავშვები თამაშობენ და ეხლა რო აი Minecraft-ის გარდა არაფერს რო არ თამაშობენ რა. ასე Dota-ს და CS-GO-ს ეგრე დაბრუნდა. Dota და CS-GO ეგრე არ არის. ჩემთვის ეგრე იყო, მე მომბეს და რაღაც პირადად ხო, მაგრამ Dota მუდმივად იწევდა პოპულარობაში რა. ნუ ეგრე ალბათ Minecraft-იც იწევდა პოპულარობაში ბავშვებში და რაღაცაში რა, მაგრამ ახლა ეგ იყო, ეგ ბავშვები ვიშიც აიწია, ეხლა წამოიზარდნენ. წამოიზარდნენ. რავი, თბილისში რო ვიყავი, ბევრი კომპიუტერი შევაკეთე. ისევ ჩემი დაძალებით და იმით დედაჩემს თამშრომელს შევუკეთე დაჟე რაღაც შევუკეთე მთელი SSD რაღაცე ვაყიდინე, ფაქტიურად დავაძალე. არ ვიცი, ცუდი ის ვარ, ცუდი გავლენა ვარ რა, ხალხს რაღაც ფულს ვახარჯინებ და რაღაც ვუკეთებ რაღაც ნაწილებს ძალით. მე არ დამახარჯინე, მაგრამ ლეპტოპი გამომძალე. ასე. ლეპტოპი გამოგძალე. ისე მაგ ლეპტოპის რაღაც ნაწილები ვიხმარე. ნუ რაც ნაწილები რა ნინას კომპიუტერი უნდა ის ვქნა რა ქვია, ძველი კომპიუტერი უნდა გავაცოცხლო რა. რეალურად მარტო ეკრანი, წარმოვიდგინე, მარტო ეკრანი ქონდა გაბუჭებული, აღმოაჩინე რა. მარტო ეკრანია გაბუჭებული და დამტენი შეერთებული უნდა ქონდეს, რომ ჩაერთოს რა. ეგ ორი პრობლემა არის. მაგრამ ჩემს დავამუშავებ. და დაჟე ვნახე ონლაინ ვიდეო, რომ ისეთი კომპიუტერი არის, რომ პროცესორის გამოცვლა შეგიძლია რა. ანუ ლეპტოპის ძირითადად არ შეგიძლია პროცესორის გამოცვლა, მაგრამ ალბათ არ გამოცვლი, იმიტომ რომ მაგან შეიძლება თერმული და რა სხვა პრობლემები შეუქმნას რა. მაგრამ მოგეთ საქმე მაქვს რა, საქმე გავიჩინე რა. ნუ საქმე გამიშდა კიდე პოდკასტები, ეხლა ხო ჩავიწერე, ჯერ ხო ორი პოდკასტი ჩაწერილი ქონდა, მეგონა დავაედიტებდი, გუშინ დავდებდი და ესე გვიან იქნება. ესე ბოდიშუნა მოგხდა თავიდან, რომ გვიანიდება. მართალი ალბათ არავინ არ იცის ვაფშე რომ შაბათს ვდებ 3-ზე ყოველ კვირა. სპეციალისტ მოგწერეს. მოგწერეს? კი. მიწერე რომ აუდიო დაგვეკარგა და რაღაც. ნუ ეხა ვინც უსმენს და აქ ტექნიკური ხარვეზები გქონდა თქო და ამ სერიას ალბათ 2 შაბათს დავდებთ თქო? ხო, დღესაც დაიდება საღამოს. ნუ დღეს საღამოს შეიძლება ძალიან გვიან იყოს და კვირას ან 2 შაბათს თქო ეგრე ვთხარი. ერთ დღეში ხდება, და ექსპრეს მუშაობა გვაქვს რა ოფისში. აი, თბილისში ვიყავ მე, ნუ შენ ნახე, WhatsApp-ი ნახე. ძალიან მაგარი იყო ის დღე შენთან რო ვიყავით რა და ძალიან ბევრი ბავშვები რო იყვნენ. შენ ხუმრობაზე რო იცინოდნენ? ხო, აი, ჩემ ხუმრობაზე რო იცინოდნენ, ძალიან მომწონს რა. თან ყველას ჩვენი სტუმრები, ყველა სტუმარი მანდ იყო. რა ვიცი, გავიცანით ჩვენი სტუმრები. და რა ვიცი, მაგარი იყო რა, თბილისში მაგარი იყო და აუ, ვიზერით ფრენა რა ცუდი არის პროსტა რა. ქუთაისში ჩასვლა რა, წვალება არის. თან მარშრუტი 4 საათი ჩადის. მარსა ბოლოდ რა დავბრუნდი. ცაუცნაური რა, ვერ წავიქო ხარ რა, თან ხომ არ მეძინა ნორმალურად, გზაში ხარ გძინავს ნორმალურად რაღაც ის და ეხლა უცებ აქ ვარ რა, მაშინ თბილისში ვიყავი რა, ცოახნის წინ. ხო იცი, ეს არ დაგმართნია რომ ლოგინში რო ხარ რა, რომ გეღვიძება
აი თვალები არ გაქვს გახელი ჯერ და გონია რომ გონია რომ სხვა ქვეყანაში ხარ რა, ანუ გონია რომ სხვა ადგილას ხარ და მე თვალებს ახალ და თბილისის საწოლში მეგონა ჩემი თავი და უცებ რაღაც ჰოლანდიაში ვარ. მე მეკითხები არ დამმართნია? ხო, ანუ ჰოლანდიაში შეიძლება არა, მაგრამ სხვა ქვეყანაში რო ხარ და გონია რომ თბილისში ხარ რა, თვალებს ახელ და სხვა ქვეყანაში ხარ. შენ დიდი ხნით რომ მიდიხარ ხოლმე და ეგ უფრო მაგისიმის ბრალი არის ალბათ. და უფრო ხშირად აქეთ-იქით სულ. ცოტა ხნით რო ჩამოდიხარ მე ის არის. მოკლედ იმედი მაქვს რომ თქვენი ლეპტოპები კარგად მუშაობს, კომპიუტერები კარგად მუშაობს. ყველაფერი კარგად არის. რამე დამატებითი გაქვს თქვენ შენ რამე კვირაში ამ მოხდა როგორ ხარ რაღაც? რავი. არაფერი. კარგად ვარ. აქ ვარ. მომენტში აქ ვარ, კარგად ვარ. მომენტში ცხოვრობ. ეგ ხუმრობა უნდა თქვა, ის თემოს ხუმრობა საოცარი იყო. მომენტში მარტო მაშინ ხარ, როცა მომენტის წებოს იყნო საუთრად. თან იღადავე და კომპიუტერს რო ვაკეთებდი, მომენტში მომცა მომენტის წებო მართლა რა და მართლა რომ ვუსმევდი, ანუ ძალიან ახლოს ვიყავი რა და სუნს გრძნობდი რაღაც, ძალიან ცუდი სუნი აქვს რომ მომენტის თქიმი ხა ვიყნოსავ, რავი, როგორ ხდება ვაფშე ეგ, მაგრამ კაი, მოკიდე ამ ნოტაზე, მომენტის წებოზე. დიდება საქართველოს. დიდება საქართველოს. დათვიჭ მჭლე და თქვენ სუქანი. ნუ იყენებ ტატოს რივიუებს. კაი, არ შეიძლება. ეს copyrighted არის. Copyrighted არის. მეც არ მაქვს copyright რაღაც Amazon-ს აქვს ალბათ არა. Amazon-ს აქვს copyright-ი? ალბათ. ალბათ Amazon-ს აქვს. კაი, კარგად. დროებით.